ბოლნისის ახალი მუზეუმის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა. ახალ შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაო კულტურის მინისტრმა და ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დაათვალიერეს. ასევე გაიმართა მუზეუმის კონცეფციის პრეზენტაცია. ბოლნისის მუზეუმის მუდმივ მოქმედ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მდიდარი ვიზუალური მასალა დმანისიდან, არუხლოდან და საფტრისიდან. მოეწყობა დროებითი გამოფენები და სხვადასხვა კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიება. ეს გადაუჭარბებლად გახდება ქალაქის და რეგიონის კულტურული ცენტრი, იმიტომ რომ კონცეფცია აერთიანებს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც გახლავთ კულტურული და ისტორიული, რა თქმა უნდა გახდეს ძალიან პოპულარული და საყვარელი ადგილი სწორედ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ბავშვებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მკვლევარი მეცნიერებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი წილი ექნება საფტრის წარმოდგენილი, ეს იქნება ძალიან ღირსეულად, როგორც მეცნიერულად, ისე მისი ვიზუალით, ასევე იქნება წარმოდგენილი როგორც დმანისის აღმოჩენები, ისე უძველესი ღვინის ისტორია და კიდევ ერთხელ ხაზს გაუვსო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, ეს არის ბოლნისის შუა საუკუნეებში, ბოლნისის ციონის წარწერა.